ერთ ქალს ყავდა 3 თაყვანისმცემელი, ანუ 3 კაცს უყვარდა. თვითონაც მოსწონდა 3-ვე და ვერ გადაეწყვიდა, მოკლედ რომელი კაცს გაყოლოდა ცოლად. რომელი იყო ღირსეული, რომ გამختارიყო მისი მეუღლე და მეორე ნახევარი. ერთ დღეს ეს ქალი ავარიაში მოყვა და დაკარგა მხედველობა, მოკლედ. ეს ძალიან განიცადა 3-ვე მისმა თაყვანისმცემელმა და თვითონაც და რო დადგა მომენტი, რომ უნდა აერჩიათ, ესე ვთქვათ, ეს ურთიერთობას გააგრძელებდნენ თუ არა, პირველმა მამაკაცმა უთხრა, რომ მე არ შემიძლია შენ გორჩი დგომა, იმიტომ რომ შენ ბევრი დრო და ენერგია გჭირდება მოვლისთვის, მაგდენი დრო მე არ მაქვს და მოკლედ დაშორდა, ესე ვთქვათ, ჩამოშორდა. მეორე მამაკაცმა უთხრა, რომ შენ აღარ ხარ ისეთი ლამაზი, როგორიც იყავი ადრე და მე კიდე ჯერ ახალგაზრდა ვარ და ცხოვრება წინ მაქვს და ჩემ ცხოვრებას მივხედავ. მოკლედ მეორე მამაკაციც დაშორდა. მესამე მამაკაცმა კიდე, როდესაც მივიდა, უთხრა, უბრალოდ დაუჩოქა და უთხრა, რომ გამختارიყო მისი მეორე ნახევარი. რამოდენიმე ხნის მერე ჯვარი დაიწერეს და ის საოცრება ჯვრის წერის დროს ამ ქალმა მამაკაც თვალებში ჩახედა და უთხრა, რომ ძალიან უყვარდა და ბედნიერი იყო, რომ არსებობდა და აირჩია ზუსტად ის მეორე ნახევრად. მორალი რა არის ამ ურთიერთობაში? იმის, რომ ზოგადად, როდესაც გიყვარს, მისი ყველაფერი გიყვარს, თუ ნამდვილი სიყვარული არის, თუ ეს ორმხრივი არის, ეს უნდა იყოს ბედნიერების მომნიჭებელი და ეს არ უნდა იყოს რაღაც დროებითი. ნამდვილი სიყვარული არასდროს არანაირ სიტუაციაში არ ქრება გულწრფელი ნამდვილი სიყვარული. ნამდვილ სიყვარულს არ აინტერესებს სილამაზე, იმიტომაც ეძახიან სიყვარული ბრმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გულწრფელი და ნამდვილი სიყვარული ყოველთვის, სიყვარული ყვავილივით არის. შეიძლება ლამაზი ყვავილი ყველგან გაიხაროს, მაგრამ მალე დაჭკნეს. მაგრამ ლამაზმა ყვავილმა რომ სადღაც უდაბნოში გაიხაროს, ამას სიყვარული სჭირდება. და ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ სამყაროში ძალიან ძნელია იპოვო ეგეთი ურთიერთობები, როგორც ჩათვალე ზღაპრებივით არის ეს ყველაფერი, მაგრამ ხანდახან უნდა იოცნებო ადამიანმა, იმიტომ რომ ოცნებაც კი საინტერესო და სასიამოვნო არის და უნდა გძიეროდეს და გწამდეს, რომ ზღაპრებით შეიძლება რეალობად იქცეს ცხოვრებაში. და შეიძლება იპოვო შენი ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება შენი სულის, გულის ადამიანი, ვისაც ყოველი დღე იბრძოლებს შენთვის, ეყვარები ყოველთვის ისეთი, როგორიც ხარ, შენი ნაკლით თუ ნაკლის გარეშე. ესეთი ადამიანები სანთლით საძებარია ამ სამყაროში, სანთლით. და თუ ეგეთი ადამიანი გყავს გვერდით, გაუფრთხილდი მას საკუთარი სულივით, მართლა. იმიტომ რომ არ მგონია ამ სამყაროში მაგაზე რა ფასეული რაიმე იპოვო ან მოიპოვო, რა ვიცი, რომელიც სიტყვაც გინდათ ის იხმარებთ. უფრო განძის ტოლფასია ეს ყველაფერი. ადამიანი, რომელიც არასდროს არ დაგთმობს, მიუხედავად ყველაფრისა. ნამდვილი სიყვარული არ არის ეგეთი, რომ რაღაცების გამო ეს ახლა მაგალითი იყო, მაგრამ რაღაცების გამო დათმო ადამიანი ეს ყოველთვის იქნება. ყოველთვის იგიზგიზებს გულში, თუ ის ნამდვილი და წრფელია. თქვენ კიდე წარმატებებს ბევრ სიყვარულს იხარულ და კარგ ცხოვრებას ისურვებთ, თქვენ როგორცაც ოცნებობთ, ზუსტად ისეთი ცხოვრება გქონოდეთ. იოცნებეთ, ოცნებები ხდება. აიხდინეთ ყველა ნატორა, არასდროს არ მოდუნდეთ, არ ჩაიგნიოთ ხელი. ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი საოცარია ცხოვრება, რომ ყველაფერი ხდება, ყველაფერი. ამიტომ რომ იტყვი ადამიანი, რომ ეს მე არ დამემართება, ზუსტად ის დაგემართება. ამიტომაც იფიქრეთ და თქვით, რომ დაგემართებათ კარგი, ყოველთვის პოზიტიურად განეწყვეთ. ნებისმიერ დროს და ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში. სიყვარული იქნება, სიცოცხლე თუ ბედნიერება, ყველაფერში. წარმატებებს გესურვებთ.